რა არის ბედნიერება? ერთი მეცნიერი მოძღვარი დიდხანს ევედრებოდა უფალს, ეჩვენებინა მისთვის ისეთი ადამიანი, ვინც მას ზეცისკენ აღმავალ გზას ასწავლიდა. ერთხელაც მას ზეგარდამო ხმა მოისმა, რომელიც აუწყებდა, რომ მისთვის სასურველ ადამიანს ტაძრის სტოაში ნახავდა. გამოვიდა მოძღვარი სტოაში და ერთი უპოვარი ბერი ნახა, თლად წყულებითა და ჭრილობებით დაფარული. შეწუხდა მოძღვარი და ჩვეული სიტყვებით მიმართა, მშვიდობიან დღეს გისურვებ, ბერო. პასუხად მიიღო, არ მახსენდება დღე ჩემთვის მშვიდობიანი რომ არ ყოფილიყოს. მოძღვარი შეეცადა მისალმების აზრი გამოესწორებინა. კეთილდღეობას გისურვებ, ბერო. პასუხად ისევ მიიღო, ცუდ დღეში არასდროს ყოფილვარ. გაოცებულმა მოძღვარმა უთხრა, მაშინ გისურვებდი იმას, რასაც თავად ისურვებ. მე ყველაფერი მაქვს, რაც მინდა, მიუხედავად იმისა, რომ დროებით კეთილდღეობას არ ვეძებ. ბედნიერებისა და უბედურების შიში მხოლოდ იმას აქვს, ვისაც მათი ეშინია, მაგრამ მე ბედნიერებაზე არ ვზრუნავ და არასდროს ვითხოვ უფლისგან, რადგან ისედაც ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. მშიერი ვარ თუ არა, მაინც ვადლობ ღმერთს, როგორც მამას, რომელმაც იცის რა გვჭირდება. სურს მხოლოდ ის, რაც უფალს სურს და ამიტომ ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ ხდება, რადგან უფალი თავის სურვილს ყოველთვის ასრულებს. უბედურია ის, ვინც ამ ქვეყნად ეძებს ბედნიერებას, რადგან არ არის აქ სხვა ბედნიერება გარდა იმისა, რომ ყველაფერში უფლის ნებას დაემორჩილო, რომელიც სრულიად კეთილი და სამართლიანია. ის ვერც უკეთესი გახდება, ვერც უარესი შეიძლება იყოს. ის განსჯის ყველას, მას არავინ. ვცდილობ სავსებით მივყვე უფლის ნებას და მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, რომ მსურდეს ის, რაც ღმერთს სურს და არ მსურდეს ის, რაც მას არ სურს. როცა ჩემს ნებას სავსებით ვათანხმებ და ვაერთებ უფლის ნებასთან, თავს ბედნიერად ვგრძნობ. მხოლოდ ერთი მდომა და არ მდომა მაქვს. შევასრულო ის, რაც უფალს სურს და არ ვისურვო მისი ნების საწინააღმდეგო. გაოგნებულმა მოძღვარმა ისევ ჰკითხა, ვინ გასწავლა, ვინ მოგანიჭა ეს სიბრძნე? თელ დღეს მდუმარებაში ვატარებ, ლოცულობ და ღვთისსათნო ფიქრებში ვიწვრთნები. ყოველთვის ვცდილობ მჭიდროდ ვიყო შეერთებული ღმერთთან. მასთან შეერთება და მის ნებასთან თანხმობა ყველაფერს ასწავლის ადამიანს. გლახაკთან საუბრით განსწავლული მოძღვარი დაბრუნდა თავის სენაკში და ადიდა ღმერთი, რომელმაც დაფარა ყოველივე ეს ბრძენთა და მეცნიერთაგან და განუცხადა უბადრუկ ბერს.